გაცხარო ეს ხალხი არ არის გაღარებული ხალხი რა. ეს ხალხი არის დაბუღმილი ხალხი, რომელიც ზის და ძალით მოიყვანეს. გახარებული და მომხრე და ესეთი ტიპი ესე არიჯდება, გამიგე? იქ ვიღაც ქალები რაღაც მეჩაიეები თუ ვიღაცები, აი ესეთი სახეები აქვს ისეთი, რომ ეს მეორეს რაღაც ესე გადახედა, რომ აი ესეთი დეტალებია რა, ხანდახან ესეთი ქვეყანას ანგრევს და ხანდახან იცი რას აკეთებს, გაჩვენებს რომ ეს ყველაფერი რაც კეთდება არასწორია და არ არის სანდო. აი აქედან გამომდინარე ერთი კითხვა მიჩნდება, ესე იგი, თქვათ, უცხოური PR კომპანია, რომელიც თქვათ ამასაც გეგმავს, ხო? ამ იმას, ნუ აი კიდევ მეორდები. ვერ ხედავს ის არა, ჩაფხუტით უნდა გაიაროს, იქ შენებლობა. ყველაფერს მაგას გეუბნებათ. იქ ფაბრიკაში აი რომ სვავენ და დეპოებში და რომ შესუკან ხალხი აუცილებლად უნდა იყოს და შეიძლება. რამდენად ისინი ითვალისწინებენ აქაურ მენტალიტეტს, რომ შემოდიან. აი ეგ ვერ ითვალისწინებენ. თუ აკეთებენ აი აქ არის პრობლემა. ეთნოფსიქოლოგიური თავისებურება, აი ის დეტალი, ის კულტურული რაღაც თავისებურება ჩვენი ასე ვთქვათ, იმან რომ სახე რომ ესეთი აქვს და ის გოგო რომ გვერდზე რაღაც ვიღაცას ესე იგი აი ესე შეხედა რა, ეს იმათ ქვეყანაში შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი. ანუ კარგირება ხდება იქაური რა თქმა უნდა, ალტირება კეთდება. იმათ იციან ზოგადად ეს როგორ გამოიყურება რა. აი წარმოიდგინე შენ რომ მქონდეს ანატომიური ატლასი, ხო? ანატომიურ ატლასში არის ერთი და იგივეა რა. ზუსტად არის, ზუსტად გეუბნება. მაგრამ არის უამრავი გამონაკლისები, რომელზეც შემდეგ წიგნები იწერება, ხო? რომ აი აღმოჩნდა რომ არტეფაქტია, რომ შენი სიძაღლე ასე კი არ არის მიერთებულია ცოტა სხვანაირად და ყველა ქვეყანას ეს არის აი PR-ში კლასიკოსი PR-ისტები არაფრით არ იმუშავებენ, თუ ადგილობრივ სპეციალისტებთან არ ეკნათ მჭიდრო კავშირი. შეუძლებელია, გესმის, ისეთ რაღაცას ის გაძლევს, აი ზუსტად იმას, რასაც ვამბობ. იმ ცოდნაში ჯდება და იმ პარადიგმაში, რომელიც მან იცის, რომ ეს მუშაობს, როდესაც უკან ვიღაცა მუშაობს და ბღერის და რაღაცა შვება, ეს ლაღაც იმას შვება, ლაღ სიტუაციაში გტოვებს შენ, მაგრამ კიდე პროფესიონალურ უკაცებას გაგაწყდი, პროფესიონალური ილუზიის მომენტთან და გვაქვს საქმე. ხანდახან ჩვენი პოლიტიკოსები აი ჩათვლიან თავის თავს, იმდენად ხშირად გააკეთეს ეგეთი რამე, რომ ესენი უკვე სპეციალისტები არიან ამ საქმეს. აი ეს პროფესიულ ილუზიას ვეძახით იმას, რომ აი ტიპმა ცურვა თუ არ იცის რა, რომ უყურებს ტიპი ცურავს, მე ხო გავცურავო ესეო, არა და წყალ შავდები იხჩობა. ანა ველოსიპედის არასოდეს არ გაუვლია და სხვას რო დაინახოს ორთულიანი ველოსიპედი და რაც უფრო დაждდება კოორდინაცია რა ჩამოვადება. რაც უფრო პროფესიონალს უყურებ. მით უფრო ადვილი გონია ეს ყველაფერი რა. ეს ჩვენი პოლიტიკოსები, რომელიც აი ეს პროფესიული ილუზია უვითარდებათ, ესენი არიან, აღარ ჭირდებათ უკვე სხვა სპეციალისტები და ესენი უწევენ კონსულტაციას იმ მოწვეულებს, გამიგე? და ამბობენ, რომ აი დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. და PR-ს აქვს ერთი, აი აქ არის ერთი თავისებურება. აი რომ ისე რომ ვთქვათ რა, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, აღმოჩნდება რომ უმრავლეს შემთხვევაში ყველა იტყვის რომ რა უნდა ეხლა ამის გაკეთება. რა უნდა რა ეხლა კარგად რომ გამოვიდე, ნორმალურად ჩავიცვა, მე ერთი ორი ჟესტიკულაცია ვისწავლო რომ ასე არ დავჯდე, ესე არ დავჯდე და კიდე რაღაცა არ ვქნა. ამიტომ ეხლა თავიდან რაღაცას ყურს დაგიკდებდნენ, მე იტყვიან რომ რაღაც საპარო ამაზე უკეთესიც მომიფიქრებია, ამაზე მაგარიც ვარ და ისეთი რამეები შემიძლია რომ ამას აზრითაც არ მოვა. ატან დეტალმა შეიძლება დააფუჭოს ყველაფერი. აი იწება, გაიგე, ის რომ PR-ისტი ხომ ის ადამიანია, ძალიან ხშირად მე მომწონს ძალიან ეს ის რომ იცი რა, როდესაც მზეში დგეხარ, შენ გხედავენ. როდესაც ჩრდილში დგეხარ, შენ ხედავ. PR-ისტები ჩრდილში მდგომი ხალხია. ანუ როგორც წესი ისინი ხედავენ და შენ როდესაც მზეში დგეხარ, აბსოლუტურად დაბნელებული გაქვს ხედვა, გაიგე? პროჟექტორს სინათლე რო განათებს, ხო იცი რაც არის, არა? შენ იქ ვეღარაფერს ვეღარ ხარ. შენ დაკარგული, შენ ხარ, გაიგე? და შენ გონია რომ ისეთი რამეების გაკეთება შეგიძლია, იმიტომ რომ სინათლეში დგეხარ. და ჩემდა მინდობა და ჩემი ადგილი სწორი, როგორც PR-ისტი, სწორედ ჩრდილშია, რომ მე შენ გითხრა რომ ასე არ შეიძლება.
ესე ნუ აკეთებ და უნდა დამიჯერო და როგორც კი შენ აი ეს ილუზია გექნება რომ შენ ყველაფერი იცი როგორც ფეხბურთში როა რა ფეხბურთი ყველა მიცის რა მით უმეტეს აი ასეთი ტიპის ეთნო კულტურაში როგორც ჩვენ ვართ ჩვენ ვიცით ყველაფერი რა ჩვენ ხეთები ვართ ანუ ერთხელ გავაკეთე ესა და მე ერთხელ კი არა საერთოდ რა იცი რა არის აი ძალიან ხშირად მომისმენია რომ ფიარი ნუ რა არის ეხლა რა ყველა ქართველი ფიარისტიანი რომ სუფრა და თამადა და კი არის ამაში რაღაც პარალელიზმი ეს ნამდვილად არის იმიტომ რომ სუფრა იყო ის რითი ჩვენ ეგებებოდი მაგალითად მომსვლელს აცნობდი შენ ქვეყანას უყვებოდი შენ თავზე უმღეროდი იმას რაც გინდოდა რომ თავი მოგეწონებინა ხო მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენ ზუსტად იცოდი იმას რა უნდა და შეიძლება ეს ისე გადააჭარბო რომ იმან თქოს არაფერი ამისრა არაფერი არ მინდა არც ამის აპარაკი მინდა არც ამის პატარა დეტალმა შეიძლება ბევრი რამე შეცვალოს დაგინგრილოს ყველაფერი ეს არის სპეციალობა და ნდობის ის ფაქტორი აი ის აი მართვის აი ის ფუნქცია რომელიც მე და შენ უნდა გავინაწილო და უნდა იყო ნდობაში ანუ აი ის რასაც ამბობდა ზურა და ამბობს ყველა იმ ზურა ამბობს იმიტომ რომ სპეციალისტია და იცის ფიარისტი ყველაზე დაახლოებული ადამიანია იმასთან ვისაც უკეთებს ფიარს ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ნდობით აღჭურვილი ადამიანია იმიტომ რომ შენ უნდა და ერთ-ერთი ყველაზე საშიშიც იმიტომ რომ ინფორმაციას ფლობს და ვინც ფლობს ინფორმაციას ის ფლობს ძალაუფლებას კაიგე და ეხლა შენ წარმოიდგინე ის რა გასაფრთხილებელი ადამიანია რა ნუ შენ ძალიან ბევრ რამეში უნდა გაარკვიო რომ მე ის შენ სწორად სწორ გზაზე დაგიყვანოს და სწორად შეგიფუთოს და შენ ამდენი რამე თუ იცი ნუ ახლა ძალიან ის არის და კიდევ რა აქვს იცი აი ჩვენ მდგომარეობას ძალიან საინტერესო წავიკითხე ამას წინათ კვლევა იყო ძალიან დიდი ბევრი იმისი სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე სოციოლოგების და ფიარისტების იმ ქვეყნებში რომელიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნებად არის რომლიან ახალი დემოკრატიის ქვეყნებად და შეგვიძლია იყო ასეთი რომ ამ ქვეყნებში პრაქტიკულად დიაგნოზი საზოგადოებისა შეგვიძლია განსხვავებულ როგორც სოციალური შიზოფრენია. იმიტომ რომ ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც არიან ორიენტირებული ძალიან სიახლეზე ან დასავლეთზე ან რაღაცა. უნარები აქვთ ძველი, ჩვევები აქვთ ჯერ კიდე ამ ახალ ჩვევებში ვერ იმაშვებენ, ვერ ეწევიან და ვერ ითავისებენ და არც აქვთ. ცოდნა გესმის ეძახიან იმას ცოდნას, რაც პრაქტიკულად ცოდნა არ არის, აი პარალელს გაგიტანებ და გაიარა ერთვიანი კურსი და არის მინისტრი უნდა იყოს ანუ ვინ იქნება ახლა, ხო? და აი ეს შეუსაბამობა იმისა, რომ მე მინდა ახალი, ძველი აღარ მინდა. ეს ახალი შემოდის რაღაცასთან სწორებაში, ანუ დასავლური ტიპის მინდა ვიყო, ამის უნარი მე არა მაქვს ჯერ. გესმის და მაქვს აბსოლუტური გაურება. და დასვეს ეს არის სოციალური შიზოფრენია, რომელსაც ძალიან სწრაფად უნდა მკურნალობა, ძალიან სწრაფად უნდა ამას გამოსწორება, თორე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია საზოგადოება. ევოლუციური ნერვოზე. ო, ნუ წარმოიდგინე ახლა იგივე იმას, რასაც ვაპარაკობთ, მანახებენ ვიღაცას, რომელიც შრომობს იმაში, უკან შრომობენ რაღაცა და ამ დროს ჩვენ რეალური სურათი რა ვიცით. ჩადით რაიონებში რა ხდება, ხო? აი ხო ვაპარაკობთ, რომ შემოვედით ჩვენ. მართლა რაღაცა საში რამდენი ადამიანია უმწეო, რამდენი ადამიანია მართლა აბრალებდნენ, რომ უშევრების ის არის. მე ისიც კი მიკვირს, აი მე ზურას ვეუბნებოდი, რომ ისიც კი მიკვირს ასეთი სოციალური მდგომარეობის შემთხვევაში, რატომ არ აქვს სოციალური ამბოხი? აი კლასიკური სოციალური ამბოხი, რაც არ აქვს. როგორც ზურა როგორც სოციოლოგი მიხსნიდა, რომ რაღაცა ზღვარს არ აქვს მიღწეულები და აი ერთი ის კითხვა მაქვს მაგალითად